ჩვენი მედია აქტიურად ქადაგებს, რომ ეს ცეცხლი კიდევ ერთხელ მოწმობს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტებას, რომ ვეუბნებიან იმასაც, რომ აი ახლა რომ არ გარდამოსულიყო ეს ცეცხლი, დადგებოდა აპოკალიფსი, იმიტომ რომ რომელიღაც ბერს აი ასე მოუვიდა თავში და ეს ტრადიციად იქცა შემდეგ. რა არის წმინდა ცეცხლი? ვინაიდან ეს ისეთი ფაქიზი თემაა, მნიშვნელოვანი. მე ჯერ მინდა გითხრათ, რომ მე თვითონ ვარ მორწმუნე ქრისტიანი, მართლმადიდებელი და საერთოდ ზოგადად წამს სასწაულების, რომელიც მომხდარა, ხდება და მომავალშიც მოხდება. მაგრამ კონკრეტულად აი ამ წმინდა ცეცხლის შესახებ მე თვითონ ჯერა რომ ეს ცეცხლი არ არის, ასე ვთქვათ, ბუნების კანონების დარღვევით და რაღაც განსაკუთრებული ასე ვთქვათ, განსაკუთრებული წესით ანთებული ცეცხლი, არამედ ეს ცეცხლი ჩვეულებრივად ბუნებრივად ინთება. მაგრამ ეს არის გარკვეული ტრადიცია, გარკვეული წესი, რაც ასე ვთქვათ, უკვე საუკუნეებს ითვლის. და სიმბოლურად ეს აღნიშნავს სწორედ იმ ნათელს, რომელიც ამოფწინდა იმ ადგილიდან ქრისტიანთა რწმენით, რასაკვირველია. როდესაც მე ამას ვამბობ, მე არანაირად არავის არ ვახვევ თავს ჩემ მოსაზრებას, მაგრამ მე როგორც ერთ მართლმადიდებელ ქრისტიანს მიმაჩნია, რომ და ამის საბუთებიც მაქვს, რომ ეს არ არის ზებუნებრივი, ასე ვთქვათ, მოვლენა. ბატონო ლევან, თუ არსებობს რომელიმე კრების, ან მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინა ეფუძნება 7 მსოფლიო საეკლესიო კრებას, ადგილობრივი კრებების დადგენილებებს და დიდი წმინდა მამების სწავლებებს. აი ამ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს თუ აქვს ნახსენები, რომ იერუსალიმში ყოველ აღდგომას ამა და ამ საათზე, ამა და ამ დროს გარდამოდის წმინდა ცეცხლი ზებუნებრივი ძალით? არა, ასეთი ცნობები ჩვენ არ აქვს. ანუ არც ერთი კრება და არც ერთი წმინდა მამა ყოველ შემთხვევაში ეს ტრადიციული წმინდა მამები ამაზე არ საუბრობენ. ამაზე შეგვიძლია გითხრან, რომ ეს შედარებით უფრო გვიანდელი ტრადიციაა. ჩვენ ვიცით, რომ ეს რაღაც ცნობები, ისტორიული ცნობები ჩნდება სადღაც მე-9 საუკუნეში, შეიძლება მე-8-შიც. მაგრამ ასეთი რამ მართლმადიდებელს არ მოეთხოვება, ეს არ არის ქრისტიანული რწმენის განუყოფელი ნაწილი, ანუ თქვათ, ისე როგორც წამსში ჩვენ გვიწერია, რომ წამს აღდგომა, რომ ქრისტე აღსდგა მკვეთრით, ხო? ანუ ადამიანს, რომელსაც არ წამს, რომ ქრისტე აღსდგა მკვეთრით, ის თავის თავს აყენებს ქრისტიანობის გარეთ. მაგრამ ადამიანი, რომელსაც არ წამს, რომ ეს ცეცხლი სასწაულებრივად გადმოდის, ის არ აყენებს თავის თავს ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის გარეთ. ამ ცეცხლმა შეიძინა ერთგვარი აპოლოგიური მნიშვნელობაც. როდესაც მართლმადიდებლები სხვა კონფესიებთან, ხო, ანუ ურთიერთობაში შედიან და როდესაც საქმე მიდგება ამა თუ იმ დოქტრინის სრულყოფილებაზე საუბარზე, სრულყოფილებასთან დაკავშირებით საუბარზე, მართლმადიდებლები ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი თქვენზე არ გარდამოდის ეს ცეცხლი, ჩვენზე გარდამოდის. ანუ გარკვეული აპოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა და არსებობს ასეთი გადმოცემა და ასე ვთქვათ, ასე უყვება, ხო, საეკლესიო პრესა ყოველ შემთხვევაში მრევლს, რომ აი სომხებიც მონაწილეობენ, სომეხი ქრისტიანებიც ამ რიტუალში, თუმცა მათზე არ გარდამოდის ცეცხლი. მოდი ახლა მოვისმინოთ ჩვენ ყველამ ერთად სომეხი არქიმანდრიტის ინტერვიუ წმინდა ცეცხლის პროცესიაში სომხების მონაწილეობის შესახებ. Греческий монах ბერძენ მონაზონს მაცხოვრის საფლავის ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტს კუბუკლიაში დახურული კანდელი შეაქვს, რომელსაც ყველა ხედავს. აქამდე შიგნით უკვე დგას კიდევ ერთი კანდელი და მას შემდეგ, რაც მასში აქვს იქ ლამპარი, 2 წუთის შემდეგ გამოდის. კეტავენ კარებს და როცა იწყება საფლავის გარშემო ბერძნული პროცესია, ბერძენი პატრიარქის მეთაურობით სამჯერ გარსულიან საფლავს, გალობენ სასულიერო ჰიმნებს. მესამე წრეზე მათ უერთდება სომეხი არქიმანდრიტი ან ეპისკოპოსი, იერუსალიმის
იერუსალიმის სომეხი პატრიარქის წარმომადგენელი. პატრიარქი თავად ნიშნავს, ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ წელს ცერემონიაში. ის უერთდება ბერძენ პატრიარქს, მიდის კუბუკლის კარებთან. შემდეგ ბერძენ პატრიარქს ისინი სამოსხდიან, რომ შვიდად იყოს. შემდეგ ის შედის საფლავზე, მასთან ერთად სომეხი არქიმანდრიტიც. ორივე შედის შიგნით, მუხწივრიან, ლოცულობენ. ორთავეს აქვს თავისი ლოცვანი. ბერძნული ლოცვა უკვე არის ქვაზე დაწერილი, ხოლო სომეხი იერარქს თანში აქვს. კანდლებით განან, რამდენი არქიმანდრიტი და ეპისკოპოსიც არ მონაწილეობდა ამ პროცესიაში უკანასკნელი 500 წლის მანძილზე, რომელთანაც მე მისაუბრია, ისინი აცხადებენ, რომ როცა შედიან, ორი კანდელი ანთია. სხვადასხვა განმარტება, ჩვენ არასდროს განგვიცხადებია, რომ სასწაული ხდება. სასწაული იმ თვალსაზრისით, რომ ცეცხლი არ არის და ზეციდან გარდამოდის. თუმცა ასეთი შემთხვევები ყოფილა. სომხური მხარე ამბობს, რომ მათ არ მიაჩნიათ, რომ იქ ხდება სასწაული და ისინი ამბობენ, რომ როდესაც შედიან სომეხი იერარქი და მართლმადიდებელი პატრიარქი კუბუკლიაში, რომელიც ცენტრში მდებარეობს, იქ ორი ლამპადა უკვე დგას, ხო? ანუ ცეცხლი იქ უკვე არის და გავრცელებული შეხედულება იმის შესახებ, რომ ჩხრეკენ პატრიარქს, რომ სანთებელ არ შეიტანოს ან ასანთი, სიწრუეა, ხო? მე მომისმენია საპირისპირო პოზიციები, რომ ეს არის ფოკუსი, რომ ეს არის ასე ვთქვათ, რაღაც თეთრი ფოსფორით ინთება და ამის ასე ვთქვათ, წარმოდგენაც გაუმართავთ ბერძნულ ტელევიზიებში მაგალითად, ხო? რაღაც ქიმიის საშუალებით ანთებული ცეცხლი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არის ძალიან მარტივად, იქ ორი ლამპადა ანთია და მე ვიპოვე კადრები, სადაც დალუქულ კარს ხსნიან და სწორედ ეს ლამპადა შეაქვთ და ახლა შეგვიძლია ჩვენ ეს ვნახოთ. კარი იყო დაბეჭდილი. ეს ხო ყველას თვალწინ ხდება, როგორც ის სომეხმა იერარქმა განაცხადა. სავსებით ცხადია, რომ ყველას თვალწინ ხდება ეს ყველაფერი და ჩვენ მაინც ვიგებთ იმის შესახებ, რომ ეს არის სასწაული. თქვენი აზრით, თქვენ როგორც მართლმადიდებელს ხსმენიათ თუ არა იერუსალიმის საპატრიარქოს მხრიდან ერთხელ მაინც იმის განცხადება, რომ ის რაც იერუსალიმში აღდგომის ტაძარში ხდება, ეს არის სასწაული და არა უბრალოდ ცეცხლის ტრადიცია. მეცით რა თვითონ არის ესეთი ცნობა, თვითონ იერუსალიმის პატრიარქის საუბარი დიდ დელეგაციასთან, რომელიც იყო 2008 წელს ჩასული იერუსალიმში, ეს იყო ძირითადად იყვნენ ჟურნალისტები რუსეთიდან. და იქ ამას აღწერს დიაკონი ანდრეი კურაევი, რომელსაც მე მგონი ჩვენ ვიცნობთ. ცნობილი მართლმადიდებელი მისიონერი. ხო, ანუ ის თვითონ საკმაოდ კონსერვატულია, მორწმუნე ადამიანი არასაკვირველია და მას აუყვანია კიდევაც გადაცემა ცეცხლის შესახებ და ის წერს ესეთ რამეს, რომ როდესაც ჩვენ საუბრობდით იერუსალიმის პატრიარქთან ამის შესახებ, ის თავს არიდებდა ისეთ სიტყვებს, როგორიც არის სასწაული და გარდამოსვლა, ანუ ის ცდილობდა, რომ ეს არ ესაურა. და მან განაცხადა ესეთი რამ, რომ დიდი შაბათის წესი, ანუ ეს წესი არის რიტუალი, ანუ რაღაც ცერემონია. ისევე როგორც ოდესღაც აღდგომის ცნობა საფლავიდან ამონათდა და მთელი მსოფლიოს მოეფინა, ასევე ჩვენ დღეს ვასრულებთ მის რეპრეზენტაციას, ანუ მის განმეორებას. ანუ თვითონ პატრიარქი არ ამბობს, აი ამ სიტყვებით, არ ამბობს, რომ ეს არის რაღაც გარდამოსვლა, ასე ვთქვათ, საკვირველი საოცარი გზით, არაბუნებრივი ჩვენ ამაზეც ვისაუბრებთ. ამაზე გვექნება საუბარი, არამედ ეს არის, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ღვთისმოსავი ტრადიცია, რომელიც ჩვენ გვახსენებს კიდევ ერთხელ იმ ნათელს, რომელიც აღმოფწინდა საფლავიდან და
თავისთავად ეხა მე არაფერი წინააღმდეგი არ მაქვს თუ ეს არის ასე ვთქვათ ჩვენ გვახსენებს ამ ნათელს აღდგომას და კი ბატონო სინათლე ცეცხლი რომელიც აინთო იერუსალიმში ჩამოვა თბილისში ვთქვათ საქართველოში თავისთავად შესაძლოა ამაში არაფერი ცუდიც არ არის მაგრამ უსაშველოდ ხაზის გასმა რომ ყოველ წელს გარკვეულ დროს ასეთი რეგულარობით ღმერთი ახთენს სასწაულს ჩემი აზრით არ არის საჭირო და არ არის სასურველი და ასევე თქვენ რაც თქვით რომ მართლმადიდებლების ასე ვთქვათ არგუმენტი რომ აი ჩვენ სწორი ვართ იმიტომ რომ სწორედ ჩვენთან გადმოდის ან თუნდაც კალენდარი სწორია ჩვენი კალენდარი ასე ვთქვათ იულიუსის კალენდარი სწორია სწორედ იმიტომ რომ იულიუსის კალენდრით გამოთვლილ ასე ვთქვათ აღდგომას გადმოდის ჩემი აზრით ესეთი არგუმენტები არ არის შესაფერისი ჩვენ. მარტივი მიზეზის გამო ხო იმიტომ რომ სასწაულები ყველას აქვს და სასწაულები ჩვენ გვაქვს ეკლესიაში მე ღმართ წამს უფრო დიდი ბევრად ვიდრე მე მიმაჩნია რომ ყველაზე დიდი სასწაული ქრისტიანისთვის ახლა ჩემ წინ ზის ხო ადამიანი და საკუთარი თავიც ხო ღვთის ქმნილება ღვთის ხატი და მსგავსი რომელზეც დიდიც შეუძლებელია ხო იყოს საკვირველება და რაღაც ფოკუსის მსგავსი მაგრამ მე მინდა კიდევ ერთი ციტატა მოგიყვანოთ 2001 წელს ბერძნულ არხზე მეგა ასე ქვია იერუსალიმის მიტროპოლიტმა კორნილიუსმა რომელმაც ცეცხლი 2000 წელს მიიღო თავად მონაწილეობდა ამ იმაში განაცხადა პატრიარქის ლოცვებს აქვს ძალა წმინდად აქციონ ბუნებრივი ცეცხლი ამიტომ არსებობს ზებუნებრივი ცეცხლი ჩვენ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ ცეცხლზე მაგრამ ლოცვები მას წმინდა ცეცხლად აქცევს და შესაბამისად გვაქვს წმინდა ცეცხლი. ეს ბუნებრივი ცეცხლია, რომელსაც ლამპარიდან ვანთებთ. ძალიან მარტივად და ცხადად იერუსალიმის საპატრიარქომ განაცხადა, რომ ეს ცეცხლი არის წმინდა და წმინდა არის იმიტომ, რომ მღვდელმოქმედებით ხდება მისი კურთხევა და ნებისმიერ მღვდელმოქმედებაში არის ხო საფრთხო მადლი ეკლესიას მხოლოდ 7 საიდუმლო არ აქვს. ანუ სავსებით ცხადია იერუსალიმის საპატრიარქოს პოზიცია, სავსებით ცხადია დამოკიდებულება ამ ცეცხლის მიმართ სხვა ქრისტიანული კონფესიების თვის, ხო? ანუ ჩვენთან ვრცელდება ასეთი აზრი, რომ აი სომხები ხედავენ ამ ყველაფერს, მაგრამ ასე ვთქვათ, არ სჯერათ. კათოლიკეები ხედავენ და არ სჯერათ, ხო? სინამდვილეში თავადაც არ სჯერა იერუსალიმის საპატრიარქოს. ხო, ჩემი აზრით არ არის აქ აუცილებელი თქვა სომხური მხარის მოყვანა თუ სხვის მხარის, ჩვენ თვითონ თუ ჩავეკითხებით ასე ვთქვათ, იგივე იმავე პატრიარქს და ისიც ასე ვთქვათ ამას არ ანიჭებს ისეთ ნიშნულობას, რომელსაც ხალხი ანიჭებს. პროფესორი უსპენსკი, რომელსაც აქვს წმინდა ცეცხლის შესახებ ვრცელი მოხსენება წაკითხული და ეს ქართულადაც არის თარგმნილი. ეს არის მართლმადიდებელი ლიტურგისტი, ძალიან ცნობილი და ძალიან კვალიფიციური. ეს მოხსენება მან წაიკითხა მღვდელმთავართა დამბლების წინაშე. ის ამბობს, როდესაც ცეცხლის ისტორიაზე საუბრობს, ის მიუთითებს, რომ ტიპიკონებში ადრე ეს იყო ჩვეულებრივი ცეცხლის ტრადიცია. რომელიც დღესაც გვხვდება მაგალითად კათოლიკე ეკლესიაში აღდგომის ვატიკანი ვისაც უნახავს პირდაპირ ეთერში აღდგომის დროს იქ ნახავს რომ იქ სწორედ ცეცხლიდან ნაკვერჩხლიდან ანთებენ ცეცხლს და შეაქვთ ბნელ ტაძარში და სამჯერ ჩერდებიან და ლუმენ კრისტი ამბობენ ასე პროფესორი უსპენსკი ამბობს რომ ჩნდება ხმების სასწაულების შესახებ სწორედ მაშინ ან რეგულარული სასწაულის შესახებ სწორედ მაშინ როდესაც იერუსალიმს იპყრობენ მუსლიმები და ადგილობრივ ქრისტიანებს სურთ თავი დაიცვან მათგან, თავი დაიცვან იმით, რომ თქვან, რომ აი ჩვენ სასწაული გვაქვს. ამას მუსლიმი ავტორები წერენ, რომ ისინი ცრუებენ, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც დონეზე ეს მუშაობდა. მოგვიანებით უკვე როდესაც მყარად არის ფესვგადგმული უკვე მუსლიმური სახელმწიფო ამ მიწაზე, სხვადასხვა კონფესიები ყიდულობდნენ ხოლმე, არა? აი ამ ტაძარს ან რაღაც უფლებას ქრისტიანულ სიწმინდეებთან მიახლების და უკვე იწყებოდა აპოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა აი თქვენზე გადმოდის, ჩემზე არ გადმოდის. ანუ რეალურად ეს იმ ადამიანებისთვის, ხო, ვისაც არ სჯერათ ახლა გასაგები რომ იყოს. ეს არის ტრაგიკული ისტორია, ამ ცეცხლის გაჩენის ისტორია, რომ ადამიანებმა უბრალოდ
გადაწყვიტეს რომ ასე დაეცვათ თან. ეს რა თქმა უნდა ვარაუდიტა შეხედულება, მაგრამ საკმაოდ საფუძვლიანი შეხედულება, იმიტომ რომ პროფესორ უსპენსკის თავის მოხსენებაში მოჰყავს ფრანგი მომლოცველის, ეს არის პულხერია დე შარტრი, 1101 წელს მოინახულა მან იერუსალიმი და ასე აღწერა. Kirie eleison, უფლის მიმართ ლოცვისას ველოდით როდის გამოვიდოდა პატრიარქი მაცხოვრის საფლავის გამოქვაბულიდან და გამოიტანდა იქიდან ანთებულ ცეცხლს. რადგან თუ ამდენი ლოცვის შემდეგაც კი ღმერთმა არინება ჩვენი მოსმენა, უკვე იმაზე ვფიქრობდით, რომ აღარასოდეს გადმოვა ეს ცეცხლი. წინა წლებში აქაურ ქრისტიანთა, ესე იგი ბერძენთა და სირიელთა მცირორიცხოვნების გამო აუცილებელი იყო, რომ ეს ცეცხლი წესისამებრ ყოველ წელს გადმოსულიყო. ხოლო თუ იგი რომელიმე წელს არ გადმოვიდოდა, წარმართები, რომლებიც ყოველივე ამას აკვირდებოდნენ, მაშინვე დახოცავდნენ ყველას. ანუ ეს ჩანაწერი ყველაფერს ცხადავს, ხო? მაინც ჩემი აზრით, ხა ეკლესიის ისტორია საერთოდ ისეთი რამეა, რომ ეს მაინც ჩემი აზრით ვარაუდად რჩება. ზუსტად როგორ იყო, რა იყო, ჩვენ ვიცით ისიც, რომ მუსულმანები არ იყვნენ ესეთი, თქვათ, გარკვეული ტოლერანტობა იყო მუსულმანურ სამყაროში, ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანები ცხოვრობდნენ იქა და მონასტრებიც კი იყო, ხო, იერუსალიმში, მაგრამ ანუ კონკრეტულად როგორ წარმოიშვა, რატო წარმოიშვა და ამ შემდეგ ჩვენ ალბათ ბოლომდე ვერ გავსვევთ, მაგრამ საერთოდ ადამიანს ეს ახასიათებს, რომ ხანდახან ხდება. ისეთ რა ჩვენ თვალწინ ხდება ეს აი მაგალითად მე მახსოვს 80-იან წლების ბოლოს 90-იან წლების დასაწყისში როდესაც მართლა ესეთი ძიმე წლები იყო ერთი მხრივ ძიმე მეორე მხრივ რაღაცნაირად სიახლე თქვა დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ ძალიან ბევრი სასწაულები ხდებოდა ძალიან ბევრ ხატს ზდიოდა მირონი თქვა თუ სისხლი მე ხარ არ ვამბობ რომ ეს ჭეშმარიტი იყო მართლა იყო თუ არ იყო მე ამას არ ვსჯი ამ შემთხვევაში მაგრამ რაღაცნაირად გარკვეული ამ სოციალურ თქვათ მდგომარეობასთან ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან ეს დაკავშირებულია გარკვეულწილად გეთახმებით მაგრამ ზუსტად ეს როგორ მოხდა არ ვიცი რამდენად აქ ამას ხა ჩვენ თვითონ ვიმუშავებთ თავარი ეს რომ ამას აქვს დიდი ტრადიცია და როგორც აი ჩვენი ციტირებული ავტორები წერენ პრინციპში ჩვენ არავის ოს გონიერ ხალხს არ უნდა რომ ეს გადაიქცეს რაღაცნაირად ისეთ ცრურწმენად რომ აი მართლა ყოველ წელს ხდება რაღაც ზეციდან აი სხვა მაგალითს მოგიყვან თქვენ რაც თქვით აი ეს ჩვენ მაგალითად ყოველ წირვაზე ჩვენი აზრით ხდება უდიდესი საიდუმლოება ხო ანუ ჩვენ ქრისტიანებს გვწამს რომ როდესაც გამოდის ბარძიმით იქ არის ჭეშმარიტად ჩვენ ამას პირდაპირ ვამბობ ჭეშმარიტად სისხლი და ხორცი ხო ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა რომ ჩვენ ახლა ქიმიური ანალიზი გავუკეთოთ ამ ასე ვთქვათ სისხლს და ხორცს ხო ცხადია რომ იქ ზებუნებრივი ისეთი არაფერი არ ხდება ანუ გარეგნულად არაფერი არ ხდება მაგრამ შენ თუ გაქვს რწმენა მაშინ შენთვის მართლაც ხდება რაღაცა ჭეშმარიტ ანუ ეს სხვა რეალობა ანუ ჩვენ ავდივართ სხვა რეალობაში და იგივე აზრდებს იგივე იერუსალიმის პატრიარქი რომ ეს ბუნებრივად იგივეა გარეგნულად მაგრამ ამაში არის გარკვეული აზრი აი ამ ლოცვისა და შედეგად ჩვენ შეგვიძლია ასევე გავიგოთ ეს შესაძლოა თუმცა ამაში არის მაინც გარკვეული თაღლითობა. თუ ეს არ არის ბუნებრივი, ხო? ანუ თუ ეს არის ბუნებრივი და შენ იცი რომ რუსეთში, საბერძნეთში, საქართველოში, სერბეთში, ხო? ამ ცეცხლს პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად აღიქვებენ სასწავლოთა შენ. არა, ეს არის ხალხი ამას არა, ერთი ძალიან საინტერესო საუბარი შედგა, რომელიც იყო მე-19 საუკუნის ბოლოს ერთ-ერთი წარმომადგენელი იერუსალიმის საპატრიარქოსი დიონისე ესაუბრება რუსეთის ასე ვთქვათ ერთ-ერთ ეპისკოპოსს და ეს ეპისკოპოსი და ეუბნება რომ სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია ეს პირდაპირ თქვათო იმიტომ რომ ეს რომ ჩვენ პირდაპირ თქვათო იქვე გაგვისწორდება საფლავთან გაგვისწორდება ხალხიო ანუ თვითონ ის ხალხი რომელიც იმ დროს იყო მე ხა რა ვიცი რა შეურაცხყოფას არ ვაყენებ ის ხალხი თვითონ იმდენად იყო ამაში დაჯერებული და ის რომ პატრიარქს რო პირდაპირ ეთქვა ბოლომდე ეთქვა სიმართლე ასე ვთქვა მას უბრალოდ ეს არ შეეძლო შეუძლებელია ძალიან არქეტიპული პროცესი განვითარდებოდა ხო მამა შეჭამდნენ შვილები და გახდებოდნენ მამა ესეც არის აღწერილი თქვა ეს ყველაფერი შეიძლება მოვიდიოთ ინტერნეტში არ არის პრობლემა ისე რომ მე მაინც მაწყობს ესე იგი მე ჩემი აზრით
ჟობს რომ ჩვენ ასე ვთქვათ არ ვებრძოლოთ ამას, იმიტომ რომ არამედ გავიგოთ ეს როგორც კარგი გაგებით სიმბოლო, კარგი გაგებით სიმბოლური უფლის ნათელი ამობწყინებული